ჯული, მეც მომეცი. აჰა, საყვარელო. და მეც. ჩემთან შეხვედრა ხო არ მინდა, ხო და არა? იცი დიმა, ამათ ვუყურებ და ძალიან მაღიზიანებენ. ხო, და ეს წყვილებიც, ჯული და არტომი და ჯიჯი და პატრიკი. ჯული, მეც მომეცი კრეკერები გთხოვ. არა, წადი შენთვის იყიდე. იცით რა გოგოებო, ადვილია. პატრიკ, საჭმელი მოიტანე? რა თქმა უნდა, ვაშლი. მომეცი გთხოვ. კარგი. მადლობა, პატრიკ. დიანოს ხვდებოდი და ძალიან მაგარი იყო. დიმა გაზაფხულია ბევრი გოგოიულის ქუჩებში და ვინმეს შევხვდები. ვიპოვით პარტნიორებს. ხო, კოსტა, ვინმე ქერას ვიპოვოთ. მე შავგრემანი უნდა ვიპოვო. ჯანდაბა, დათბა და ახლა ქუჩებში გამოეფინენ. ნერვებს მიშლიან. რას უყურებთ? მე მაქვს რამე შუბლზე თუ ლეილას? არ მესმის, თქვენ ვის უყურებთ? არაფერი. ჩირილდერები მოვიდნენ. ვის ვუყურებთ? თქვენ არ გიყურებდით, სკოლის ხობეს ვუყურებდით. დიმა, ვფიქრობდი ნასტიას შევხვდე, ის შავგრემანია. კოსტა, შენ და ნასტია თუ ერთად იქნებით, ვეღარ ვიმეგობრებთ. ღმერთო ჩემო, ქუჩაში გამოვიდნენ და ახლა ჭორაობენ. იანა, ნუ მიაქცევ ყურადღებას. იანა, გამარჯობა გოგოებო, ვხედავ რომ უკვე გჭორავენ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენზე საუბრობენ, ლამაზ მანებზე. გვიყურებენ და გვიყურონ, განსაკუთრებით ეს წყვილები. კარგი რა, ბონია, რას დამყვები, რას იზავ, მე კლასში რო შევა. დიანა, ამას რატო ამბობ, ძალიან საყვარელია. კი ვიცი რომ საყვარელია, მაგრამ სკოლაში არ დაიშვებიან. კარგი დიანა, რამეს მოვიფიქრე. ბავშვებო, გამარჯობა. გადაწყვიტე რომ ბონია მოგეყვანა? ბავშვებო, სმაილი და მე თითქმის სკოლასთან ვიყავით, უკან მოვტრიალდით და ბონია იდგა. უკან უბრალოდ ვეღარ დავაბრუნეთ. დიანა, გინა გაგახარო და სკოლის მერე სადმე წავიდეთ. ჯანდაბა, კოსტა, გაიგონე კალათბურთელმა რა თქვა. ხო, უნდა რომ ძაღლი დიანასთან გაასეირ, საწყალი ბონია, ალბათ ძალიან ვენატრებ. რატომ უნდა ენატრებოდე, მას კალათბურთელი ყავს. კოსტა, ვენატრები, მას საჭმელს ყოველდღე ვყიდულობდი. დიანა, ნახე დიმა როგორ გიყურებს. დიმა, გამარჯობა. დიანა, ხელს ვის უქნევ? აღარც მივესალმო, სმაილ რა გჭირს? არ შეგიძლია ამის გაკეთება. ბონია, გამარჯობა, მოგენატრე? არა უშავს, ახლა სმაილი მოგცემს საჭმელს. დიანა, დიმას მართლა მოქონდა საჭმელი? კი, რა იყო? და რა უყვარს? პატარა იხვები მოსწონს. კარგი, მაშინ ამ საღამოს მოუდან. კი ბატონო. ბავშვებო, დიანა სკოლაში ძაღლით მოვიდა. ხო, დირექტორმა რომ გაიგოს მკვდარია. ვაიმე რა საყვარელია. ზარი, წავიდეთ გამოვიცვალოთ. მორჩა, ჯიჯი, გაკვეთილი დაიწყო. პატრიკ, მათემატიკას გადამაწერინებ? რა თქმა უნდა ვიზამ. წავიდეთ მოედანზე, ხო, წამო, გავხურდეთ. დიმა, რა გჭირს, ფოკუსირდი, დიანა დაინახე და ვარჯიში დაგავიწყდა. კოსტა, დიანაზე არაა, ბონიზია, ახლა სმაილი უყიდის საჭმელს, მეზიზღება სმაილი. დიმა, ბონიაზე დავნებდებოდი შენ ადგილას, რამე აზიური ნაგაზი იყი, რა აზიური ნაგაზი, ბონია პატარაა და ეფექტური, იცი როგორ გიცავს. დიმა, ძალიან დებილი ხარ. არა, კოსტა, მე გეგმა მაქვს. მიდით, ჩქარად, ძლიერად, არწივებო, მიდით, ჩქარად, ძლიერად, არწივებო. მიდით, არწივებო. კარგით ფეხბურთელებო, აიღეთ ყველაფერი და წადით. თქვენ კიდე აქ ხართ, მალე წადით. მომისმინე, მითითებებს არ ვიღებ. კოსტა, მოდი, გაგიმართლათ, რომ ვარჯიშს მოვრჩით. ძალიან მაღიზიანებენ. კარგი, სმაილ, არი დარდო. მიდით, არწივებო, ჩქარად, ძლიერად. კარგით გოგოებო, ერთი წუთი მომეცით და უბრუნდები. კარგი, ბონია, იცოდე აქ დაგაბამ და კარგად უნდა მოიქცე, რომ დირექტორმა ვერ დაგინახოს. და როგორც კი მოვრჩები ვარჯიშს, ეგრევე მოვალ შენთან და გაჭმევ. კარგი? 1 2 3 4 დიანა, მოდი მალე. კარგი, ბონია, მოდი ვარ გოგოებო. კოსტა, შეხედე, ბონია. დიმა, ბონიას არ შეეხო. კოსტა, რატო არ გესმის, ვასეირნებდი. ბონია. კოსტა, გამომყევი. ბონია, დიმა, რას აკეთებ? კოსტა, გეგმამა, ჯობია არ გქონდეს. კოსტა, ვიცი რასაც ვაკეთებ. მორჩა, კოსტა, წავედი. დიმა, ძაღლი რად გინდა? ახლავე გაიგებ. 3 4 1 2 3 მიდით, არწივებო, ძლიერები, სწრაფები, მიდით. მიდით, არწივებო, უძლიერად, უფრო სწრაფად, მიდით. გოგოებო, დავასრულეთ. ბიჭებო, რა გაკვეთილი გაქვთ? ვარჯიშის მერე ფიზიკა გვაქვს. კარგით, მაშინ სადილზე შეგხვდებით.
ხო, ბროვასტი, დასვენებაზე დაგეოლდებით. დიანა, წავედით. კარგად, სმაილი. კარგად. გოგოებო, თქვენ წადით და მე ბონიას ავიყვან. კარგი გნახავთ. ბონია, დაუბრუნდი. და სად არის ბონია? ბონია? ბონია! ბონია, სად ხარ? იქნებ ვინმემ დაინახა. ეს ჩირლიდერები ძალიან ნერვებს მიშლიან. იცი რა, ჯული, მარტო შენ არა, დადიან, თითქოს თავზე გვირგვინები ადგათ. ახ, ნერვები. ხო, უნდა ვაჩვენოთ, ვინ არის ბოსი ჩვენ სკოლაში. გოგოებო, დაწყნარდით, ვიცით რო გშურთ, ისინი მაგრები არიან და თქვენ არაფერი. გოგოებო, ჩირლიდერები აქ ყველაზე მაგრები არიან. ხო და დაწყნარდით, თქვენ მათ ვერაფერს ვერ უზამთ. კალათბურთელები, ფეხბურთელები, მთელი სკოლა მათ დაიცავს. არა, ასე ვერ იქნება. დირექტორთან უნდა მივიდეთ და ყველაფერი მოუყვეთ. დირექტორი ჩირლიდერებს არაფერს არ უზამს, ის მათით ამაყობს. ჩირლიდერები ჩვენი სკოლის სიამაყე არიან. დიმა, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. კოსტა, კარგი მიზნით, ახლა დავუმალავთ. კარგი ბონია, შეხედე აქ არაფერი არ ქნა, თორემ მე არა უწმინდავ. დიმა, ეს ტანსაცმელი რამდენი ხანი უნდა მეჭიროს, ან რატო გახადე? კოსტა, რადგან აქ ცხელა. საერთოდ რატომ მოიპარე და რატომ მალავ? კოსტა, არ გესმის, ახლა დიანა პანიკაში იქნება ბონიას ძებნისას. ერთ თვეში დავუბრუნებ, ვეტყვი რომ ვიპოვე, დიანას გმირი გავხდები და დამიბრუნდება. დიმა, ცუდი იდეა, არ გაიგოს დიანამ, თორემ პირველი მტერი გახდები, გმირი კი არა. კოსტა, ჩუმად იყავი და დიანა ვერაფერს ვერ გაიგებს. კარგი, ხო, წამო, გამოვიცვალოთ. გოგოებო, ბონია ხომ არ გინახავთ? რას გულისხმობ, დიანა არ მინახავს? დიანა, ხომ დააბი, არა? იქნებ ვინმე მოიტაცა. თქვენ ჩემზე ადრე შემოხვედით და ვიფიქრე იქნებ თქვენ დაინახეთ ვინმემ თუ წაიყვანა ბონია. არა, დიანა, ეგრევე კაფეტერიაში მოვედით. ხო, დიანა, არ დაგვინახავს არავინ, პირდაპირ აქ შემოვედით. გოგოებო, მე დავინახე, ვიღაც შავი ჰუდით დადიოდა და ასე ეჭირა რაღაც. აი, ნასტია, რატომ არ გვეუბნები ხოლმე? კარგით, გოგოებო, მაშინ ახლა მე ზევით ავალ და ბიჭებს ვკითხავ თუ დაინახეს ვინმე საეჭვო და თქვენ კალათბურთელებს და ფეხბურთელებს კითხეთ. აქ შეგხვდებით. კარგი, წავიდეთ, მოვძებნოთ დიანას ძაღლი. ნასტია, მართლა დაინახე ვინმე საეჭვო? კი, წესით. კარგი, ნასტია, წავიდეთ ახლა, ვნახოთ. ბავშვებო, გამარჯობა. ოპა, ჩირლიდერები აქ არიან. გამარჯობა დიანა, კარები აგერია? ბავშვებო, მისმინეთ, ძაღლი დავკარგე ბონია და მოვედი რომ მეკითხა ვინმე საეჭვო ხომ არ დაგინახავთ დღეს სკოლაში. დიანას ძაღლი დაიკარგა. ხო, ჯული. დიანა, არავინ არ გვინახავს არანაირი საეჭვო ადამიანი. მე დავინახე რაღაც საეჭვო 4 თხა, რომლებსაც სტაფილოსფერი მაისურები ეცვათ. ბავშვებო, ეს სასაცილო არ არის. ჩემი ძაღლი მართლა დაიკარგა და მალე უნდა ვიპოვო. გთხოვთ, თუ რამეს გაიგებთ, გამაგებინეთ რა. დიანა, ვერ ხვდები რომ არავინ არაფერს არ გეტყვის. ჩვენ არაფერი არ დაგვინახავს და მოგვისმენია და შენი ძაღლი შენ თვითონ მოძებნე. რა კეთილები ხართ. კოსტა, იჩქარე, ძაღლი ვერავინ ვერ უნდა იპოვოს. კოსტა, კარები მაინც დახურე, უნდა გამოვიცვალო. ფეხბურთელებო, არ გიყურებთ, ხო, არ გიყურებთ. დიანას ძაღლი დაიკარგა და უნდა მოაძებნინოთ. ხო, დიმა, შენ მისი ყოფილი ხარ, უნდა მოაძებნინო. მართალია. გოგოებო, კარებს დაკაკუნება არ იცით? მომისმინეთ, გოგოებო, პირველ რიგში ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს. ხო, მას არავის ვალი არ აქვს. კარგით ბიჭებო, მაგრამ ვინმე საეჭვო ხომ არ დაგინახავ ჩავი ჰუდით, რომელსაც აი ასე ეჭირა ძაღლი. ლეილა, ნუ დამცინი. კარგით, ეს სერიოზული საქმეა. დიმა, დაგვეხმარე ძაღლის პოვნა. დიანას ძაღლის მოსაძებნად? ხო, ახლავე გავიქცევი და პლაკატებს გავაგრავ. ეგ ვის ხვდება? სმაილს, ხო და მაგან მოძებნოს. უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ, რომ იპოვის. ჰაჰაჰა. ჯანდაბა ბიჭებო, რა ბოროტები ხართ? წამო, წავიდეთ აქედან. ხო, წამო. დიმა და ძაღლი რომ იპოვონ, ვერ იპოვიან. მოდი, გამოვიცვალოთ. სმაილ, ფეხბურთელები ძალიან ყელში ამომივიდა. მაგათ პირისპირ დაველაპარაკებით. ხო, დაველაპარაკებით. ეს გაიგონე? რა და ძაღლის ყეფა? ვა, ძაღლი კლასიდან ყებს? რა ჯანდაბა, რატომ მოიყვანა საერთოდ აქ დიანამ? ახლა დირექტორი გააგდებს. კარგი ბრაუს, მოდი აქედან გავიყვანოთ, სანამ ვინმე დაინახავს. სმაილ? ბონია? სმაილ, რანაირად იპოვე? ხო, ბრაუსმა და მე ძაღლის ყეფა გავიგეთ. სმაილ, მადლობა, ბროვასტი, შენს ძალიან დიდი მადლობა, ჩემი გმირი ხარ. შენს ბროვასტი, მადლობა.
დიანა, ძაღლი კლასში რატო დატოვე? ეს რო დირექტორს დაენახა, საშინელება იქნებოდა. სმაილ, მე და შენ ვარჯიშზე ვიყავით, შემდეგ წავედი რომ ბონია ამეყვანა, მაგრამ აღარ იყო. არ მესმის აქ რატო დატოვებდა ვინმე? კარგი, არა უშავს დიანა, გავიგებ ვინც ჩაკეტა ბონია. ხო, მე უკვე მააქიდია. მადლობა სმაილ, საუკეთესო ხარ, ჩემი გმირი ხარ. პროვასტი, შენ ძალიან დიდი მადლობა, მართლა. კარგი დიმა, შენმა გეგმამ არ იმუშავა, ვერაფერს მიაღწიე. კარგი სმაილ, ახლა მოგხედავ. სმაილ, საკმარის მადლობას ვერ გადაგიხდი რომ დავეხმარე და ბონია იპოვე. მაგრამ ახლა წავალ, ზევითავალ გამოვიცვლი და შემდეგ შეგვიძლია პარკში წავიდეთ და გავასეირნოთ ძაღლები. ბავშვებო, თქვენ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მოკლედ, გოგოებო, არ დაიჯერებთ რა მოხდა. ესე იგი, 2 კვირაა ჩემი ოთახი არ დამილაგებია, ხო და დედა ჩემს მობეზრდა, რა თქმა უნდა და დღეს შემოვიდა ჩემ ოთახში დაუკითხავა და დალაგება დაიწყო და იცით რა იპოვა? დიანა, რა იპოვა? დიანა, ნუ გვაშინებ, გითხარი რა იპოვა? გოგოებო, დედა ჩემმა იპოვა აიქოსი და კარტრიჯი და წარმოგიდგენიათ ჩემი სახე, როცა დამიძახა და მითხრა, რომ დიანა, ეს რა არის? ჯანდაბა, დიანა, მამა ჩემს რომ ეპოვა, ჩემი უკვე მკვდარი ვიქნებოდი. ხო, მეც, დედა ჩემს რო ეპოვა, ჩემი აიქოსი და სიგარეტები მომკლავდა. გოგოებო, ვერ ხვდებით? არ არის ჩემი აიქოსი და არც კარტრიჯები. დიდი ხნის წინ ქუჩაში რომ ვიყავით, არ გახსოვთ ჩემი მეგობარი რომ მოვიდა და მთხოვა რომ ჩანთაში ჩამედო. ხო და მე მგონი დამავიწყდა მიცემა და დავმალე ბალიშის ქვეშ რომ დედა ჩემს არ ეპოვა, მაგრამ აჰა, მაინც იპოვა. იცოდეთ თქვენი ოთახი დაალაგეთ რომ ასეთი რამე არ დაგემართოთ. დიანა და დედა შენი არაფერი დამიჯერა მე მგონი, მაგრამ არ ვიცი სიმართლეა თუ არა. გამარჯობა გოგოებო, აქ ყოფილ ხართ, რამდენი ხანია გეძებთ იცით? აი თურმე რას აკეთებთ, კრეკერებს ჭამთ ხო? კარგი. დიანა, მე რა მოხდა? უი, ნასტია, გამარჯობა. ნასტია, სად იყავი? სხვადასხვა არც კლასში იყავი და არც დარბაზში, ჩვენ გეძებდი. გოგოებო, აბა გამოიცანით. დღეს დირექტორმა შემიყვანა თავის ოფისში, თურმე არ მოწონს როგორ ვიქცევი. მოკლედ, დღიური. ნასტია, მართლა დირექტორის ოფისში იყავი? ხო, რა გააკეთე? იცით რა გოგოებო, თქვენ არაფერს არ გეტყვით. მე მხოლოდ ჩემს დღიურს ვენდობი. ნასტია, რა, ჩვენ აქ ყველა ერთად ვართ და ერთმანეთს არ ვუმალავთ არაფერს. მართალია, ამიტომ თქვი. ხო, თან რა დღიური, მოძველდა უკვე. კარგი, ახლა ისტორიას მოგიყვები. დედა ჩემი როცა 19 წელს იყო, დღიური ჰქონდა და მე შემდეგ დედამისმა იპოვა, წაიკითხა ყველაფერი და გადაუგდო და ახლა მთელი ცხოვრება იმახსოვრებს ყველაფერს. დიანა, დედა ჩემი ვერასდროს წაიკითხავს ჩემს დღიურს. საწოლის ქვეშ ვინახავ. ხო, ძალიან მაგარი ადგილია ეგ რომ დამალო. დიანასაც ჰქონდა აიქოსი და მე რა დედამისმა იპოვა. ხო, და კიდევ კარგი თავისი არ იყო, თორემ საშინელ შარში იქნებოდა. ხო, ნასტია, ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ გავგაფრთხილოთ, თან დღეს დღიურები არავის აქვს. გოგოებო, თუ არ გინდათ თქვენ ნუ გააკეთებთ, მე ვაკეთებ ამას და სხვათა შორის დიანა, შენ სმაილიქსაც აქვს დღიური და თან ხშირად წერს, ბევრჯერ დამინახავს. რა ნასტია, სმაილიქსაც აქვს დღიური და მე არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ შენ იცი? დიანა, რანაირად არის იმის დღიურზე? ხო, დიანა, ნეტავ რას წერს მაგ დღიურში? დიანა, მე უბრალოდ დიდხანს ვზივარ ხოლმე ფანჯარასთან და იქ წერ ჩემ დღიურში და სმაილიკიც ჩემს გვერდზე ზის და თავის დღიურში წერს. თან ზოგჯერ ხმამაღლა ფიქრობს ხოლმე. კაკაო მინდა, კარგი გოგოებო, წავედი, კაკაო მინდა. ვა, ვინ იცოდა რომ ჩემს სმაილიქს დღიური ქონდა, საინტერესოა. მოიცადე, დიანა, არ მითხრა რომ გინდა რომ მოიპარო და წაიკითხო. აუ, არა და ძალიან საინტერესოა, ნეტა პროვასტისაც თუ აქვს. რა მოხდა, შემოდი. დღეს სკოლის წინ დარტყმას მოგცემ. პროვასტი, მოიცადე. ვიცი, რა სმაილ გეშინია? დღევანდელ დარტყმას არასდროს არ გაპატიებ. ძვირფასო დღიურო, დღეს პროვასტის ბურთი გადავაწოდე და მუხლებით დავეცი. მუხლები ძალიან მტკივა, მაგრამ იმედია დიანა მაკოცებს და გამივლის. სმაილ, რამეს წერ? ახლა ვარჯიშზე დავბრუნდით და ბრაუს პასუხის გაცემა უნდა. არა, არაფერი არ დამიწერია. ვა, სმაილ, დღიური გაქვს? მეგონა გოგოებს ჰქონდათ მარტო ეგეთი რაღაცეები. პროვასტი, არაა შენი საქმე. კარგი, მზად ხარ? ერთხელ კიდევ გადმოგიგდებ. ხო, ცადე. რა უცადო? ამას შეხედე ბრაუს. ცადე და დაიჭირე. აბა ბავშვებო, მითხარით დღესდღეობით რა პრობლემები აქვთ თინეიჯერებს? მე მაქვს პრობლემა. ჯიჯი, რა პრობლემა? დილით ხო გკითხე და მაშინ არ გქონდა პრობლემა. პატრიკ, ჩუმად, აი რა პრობლემა მაქვს. ესე იგი, მე და პატრიკი ვართ შეყვარებულები, მაგრამ არ ვიცი როდის არის სწორი დრო რომ ვაკოცო და ძალიან მიშლის ნერვებს ეს ფაქტი. კარგით, მეგობრებო, დამშვიდდით. ჯიჯის პრობლემას დაუბრუნდით. არტემ, დამშვიდდი, ჩვენ წყვილი არ ვართ. კარგით ბავშვებო, დამშვიდდით. მოდით დავუბრუნდეთ ჯიჯის პრობლემას. მე ვიცი პასუხი. როდესაც მზად იქნები. არა, არტემ, როცა გინდა მაშინ კი არა. 18-ის რო გახდები მერე.
ჯული, მაშინ 16 წელსაც რატომ მკოცნი? ვაუ, არტემ, გაოცებული ვარ, ფსიქოლოგთან ვარ, ყველაფერი ახლა კი არ უნდა მოყვე. და მე როდის შემიძლია ვაკოცო 15-ის ვარ. ჯიჯი, თუ ბიჭი მოგწონს და იმ ბიჭსაც მოწონ ხარ, მაშინ შეგიძლია აკოცო, თინეიჯერები ხართ, არ არის პრობლემა. ვა, პატრიკ, მოგწონ ვარ? ჯიჯი, პრობლემა მოგვარებულია, ახლა შეიძლება ჩემი პრობლემა ვთქვა? კი, რა თქმა უნდა, მარიუსა გისმენ. მამა არ მაძლევს მზეს უმზირის ჭამის უფლებას, ამიტომაც მთლიანად უჭამ. მარიუსა, ეგ პრობლემაა? მამა შენი უბრალოდ შენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თან მზეს უმზირა კალორიებით არის სავსე, კბილებს გატკენს. მამა შენი უბრალოდ შენზე ნერვიულობს. მარიუსა, ეგ არის პრობლემა? მაგიჟებ, ეგ საერთოდ არ არის პრობლემა. მე მაქვს პრობლემა, შეიძლება მაგაზე ვილაპარაკოთ? რა თქმა უნდა, ჯიჯი, მე ფსიქოლოგი ვარ, ყველას მოგისმენთ. ჯიჯი, ჯერ ჩემი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ შეგიძლია შენ თქვა. აბა რა უნდა გავაკეთო? მარიუსა, როგორი მზეს უმზირის ჭამაც გიკრძალოს მამა შენი? შავი, ჩვეულებრივი. კარგი, არ არის პრობლემა, შეგიძლია სხვანაირი იყიდო. აი მაგალითად გოგრის კურკა როგორიცაა. ახლა შეიძლება ჩემი პრობლემა კი, ვთქვა. არტემ, გისმენ. კარგი, ჩემ მშობლებს ჩემი არ ესმით. არტემ, მაგას რატო ამბობ? რა არ ესმით? დილის 12 საათზე გარეთ არ მტოვებენ. და იცით სასაცილო რა არის? მეც ვერ გავდივარ, იმიტომ რომ რადგან არტემსაც არ უშვებენ, არც მე. ამის 6 საათზე წვეულება არაა და ეგაა. ბავშვებო, არტემს არაფრის გამოდასცინით. მე რა რომ მის მშობლები ნერვიულობენ და არ უნდათ რომ გვიან გავიდეს ბავშვი გარეთ. შენც ჩემი მშობლების ნაირი ფსიქოლოგი ხარ. თინეიჯერების არავის არ ესმის. არტემ, არ არის ეგ პრობლემა. დღეს დავურეკავ დედა შენს და ვეტყვი რომ სახლში მარტო ვარ და მეშინია და მე და შენ შეგვიძლია გავისეირნოთ. მეც მაქვს თინეიჯერის პრობლემები. არტემ, რა ხდება? ინსომნია მაქვს. არტემ, ეგ ყველაფერი შენი კომპიუტერის თამაშების ბრალია. ტელეფონს არ უშვებ ხელიდან, სუსროლებს თამაშობ. ხო, სხვათა შორის პატრიკსაც იგივე პრობლემა აქვს. მთელი დღე კომპიუტერთან ზის და შემდეგ გარეთ გასვლაც კი ეშინია. მობრძანდით. გამარჯობა, სტელა სერგეივნა, დირექტორს უნდა თქვენი ნახვა. ფეხბურთელებო, რა მოხდა? რამე პრობლემაა? მე ფეხბურთელო დახურე კარი. ხო, ჩვენ აქ პრობლემებს განვიხილავთ. დირექტორი დაგელოდებათ. ახალი თაობა უფრო მნიშვნელოვანია. ნასტია ჩირილდერმა დირექტორის ზღვარზე მიიყვანა. ჭკუიდან გადაიყვანა. ორივეს უნდა დაელაპარაკოთ, ნასტიასაც და დირექტორსაც. ეს კარგია? საერთოდ არაა სასაცილო. არტემ, ნუ ნერვიულობ. კარგით, ბავშვებო, თქვენის ტესტი გააკეთეთ, რომელიც ჯგუფში გამოვაგზავნე. მე წავალ და ნასტიას დაველაპარაკები და დავბრუნდები. კარგი, სად არის? კარგი, რა მარუსა, თამაშს ვითამაშებ. გითხარი, არანაირი სროლები. მომეცი. გაუშვი. მომეცი, ვითამაშო. ვა, ნასტია, აქ ხარ. მალე მიდი დირექტორთან. უკვე ვიყავი იქ. შენი აზრით ნორმალურია დირექტორი რომ გააგიშე. დირექტორი და ფსიქოლოგი გელოდებიან. კარგი, არ არის პრობლემა, ახლავე დაველაპარაკები ფსიქოლოგს. ნასტიას მაგარი ნერვებია. ყველა ჩირილდერს კარგი ნერვები აქვთ. ჩემი ნახვა გინდოდათ? ხო, ნასტია, შემოდი, სალაპარაკო გვაქვს შენთან. კარგი, კოსტა, თუ გამოიქცევა, იცოდი არ გამოუშვა. ხო, ვიცი, ფსიქოლოგს უნდა დაელაპარაკოს და აქ მოქცევის წესები ისწავლოს. კოსტა, თუ გაიქცევა, ბურთი ყოველთვის მზადაა. კარგით, გოგოებო, მოკლედ უნდა ვიპოვოთ სმაილის დღიური და მოვიპაროთ. მაგრამ დიანა, ეგ კარგი არ არის, მისი პირადია. ლეილა, არ მითხრა რომ შეყვარებული რო ყოლოდა და მას დღიური ქონდა, არ მოგინდებოდა წაკითხვა და გაგება. რა თქმა უნდა, მომინდებოდა. ზუსტად, აი ამიტომაც გვაინტერესებს რა არის სმაილის დღიურში. ხო, თან მაინტერესებს რა წერს ჩემზე დღიურში. და დღიური სავარაუდოდ ჩანთაში ექნება და ჩანთა სად არის? გასახდელში, რა თქმა უნდა, გოგოებო, ეხლა ავალთ და ჩუმად ვიპოვით და გავიგებთ საიდუმლოებებს. გოგოებო, ჩუმად. კარგი, ვარჯიშობენ. წავიდეთ. ლეილა, შენ იქ იყურე, მე აქ დავდგები და არ გამოვუშვებ. გოგოებო, აქ არაფერი არ არის, არც ჩანთა, არც დღიური. ახლა რა გავაკეთოთ? გოგოებო, იჩქარეთ, სანამ არავინაა. კარგი, მეორე გეგმა, შევდივარ დარბაზში.იანა, რა? სხვა არჩევანი არ გვაქვს. კარგი, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეგ? ჩემ გარეშე წადით. ლეილა, არა, რა პრობლემაა? შენ უნდა იყურო. მალე დავბრუნდებით. კარგი. ჩანთა,იანა, აიღე. ვცდილობ, დიანა, ვერ უწვდები. აბა დიანა, ვნახოთ რა არის შიგნით. ხო, მიდი.
აბა მოიპარეთ? მან რატო ხსნით და არა გასახდელში? ხო, მართალია. წავედით. გოგოებო, კინაღამ დაგვიჭირეს მუხლები მიკანკალებს. შენ, მე მოვიპარე. კარგი, ვიპოვოთ დღიური ჩქარა. აქ არაფერი, შემდეგი, მიდი. ვაუ, დიანა, ამას შეხედე. არ წაიკითხოთ. რა? გოგოებო, სერიოზულად ეს არის ბიჭის დღიური? კარგი, დიანა, აბა წავიკითხოთ? კი, მოდი. გამარჯობა დღიურო, დღეს ახალი სკოლა დავიწყე. გოგოებო, რა საყვარლობაა, მაშინვე დაწერა, როგორც კი ჩვენ სკოლაში გადმოვიდა. კიდევ უწერია, იმედია მომეწონება აქ. რა ეგონა რომ არ მოეწონებოდა ჩვენი სკოლა? კარგი, კიდევ ერთი დღე არის აქ. გამარჯობა დღიურო, აი, ერთი პოპულარული გოგოა ჩემ ახალ სკოლაში, მისი სახელია დიანა. ვაიანა, ნახე შენზე რა წერია, მოდი გავაგზავნოთ კითხვა. იქნებ მასთან მომიწიოს ყოფნა. მოკლედ, დღიურო საშინელი ადამიანი ვარ. რაო, მოიცადე, დიანას ვაკოცე, მაგრამ არ მიყვარს. ის ლამაზია, ლამაზისავით. მაგრამ მეც ლამაზი ვარ. დიანა, ის ხომ ნარცისია, მოდი გავაგზავნო კითხვა. მოკლედ, იმიტომ ვარ მასთან, რომ პოპულარულია. კარგი დიანა, მოიცადე, არ გეწყინოს, ისუნთქე, ყველაფერი კარგადაა. გოგოებო, იცით ეს რას ნიშნავს? ეს არის ჩემი ურთიერთობის დასასრული. ჩემი პოპულარობის გამო? დიანა, ნახე, ვიცი რომ საშინელი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, საშინელი ადამიანია. ყველაზე საშინელი. კარგი, უნდა წავიკითხო. გამარჯობა დღიურო, მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. დიანა შემიყვარდა, დიანა მიყვარს, შემიყვარდი შემდეგ. ძალიან მაგარია და პოზიტიური, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა, მისი ყოფილი შეყვარებული არის დიმა. რა? მე რა მნიშვნელობა აქვს? დიმა? პოსკრიპტუმ დიანა ჩემთან იქნება. აბა დიანა, ახლა ხო წაიკითხე და წნარდი? კი გოგოებო, დამშვიდდი. დიანა, ხომ იცი რომ თუ გაიგებს რომ შენ მისი დღიური წაიკითხე, მკვდარი იქნები. შანსი არ არის რომ გაიგოს, თუ ერთ-ერთი თქვენგანი არ ეტყვის. არ ვეტყვით, რა თქმა უნდა, არა, წავედით. უკან უნდა დააბრუნო. ხო, გოგოებო, უნდა ვიჩქაროთ, თორემ მალე დაამთავრებენ ვარჯიშს. სმაილ! პროვასტი! გამარჯობა გოგოებო. აბა როგორი ვარჯიშეთ? კარგად. კარგი ბიჭებო, აბა ყველაფერი კარგადაა? მაშინ კაფეტერიაში წავიდეთ. ლეილა, რანაირი კითხვა? ვერ ხედავ როგორი დაღლილები არიან. ხო, წავიდეთ კაფეტერიაში, თქვენთვის პიცა შევუკვეთეთ. წავედით. ბავშვებო, თქვენ ციწერთ საიდუმლოებს თქვენს დღიურში? თუ ასეა, მაშინ იცოდეთ არ შეინახოთ, მოიშორეთ, თორემ ადრე თუ გვიან ვინმე აუცილებლად წაიკითხავს და ეს არ იქნება კარგი. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგით გნახავთ. შენი აზრით ნორმალურია დირექტორი რომ გააგიშე? ჯიჯი, შენი პრობლემა გადაჭრილია. ახლა ჩემი პრობლემის დროა, შეიძლება? არ მაჭრევენ ეს მუზირას.